მილანისა და ბრაზილის ეროვნული ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა კაკამ ინსტაგრამზე მეუღლესთან, კაროლინა ლეიტესთან ერთად რომანტიკული ფოტო გამოაქვეყნა. პოსტმა ყურადღება მაშინვე მიიპყრო, რადგან ბრაზილიელი იშვიათად აზიარებს პირადი ცხოვრების დეტალებს და გულშემატკივრებს ახსოვთ, როგორ გაცილდა კაკა პირველ მეუღლეს კაროლინა სელიკუს. სელიკუ და კაკა დაშორდნენ 9 წლის ერთად ყოფნის შემდეგ. მათ ორი შვილი ჰყავთ. სპორტსმენმა თქვა, რომ ცოლის შენარჩუნებას ცდილობდა, რადგან ჭეშმარიტი ქრისტიანი იყო. თუმცა შემდეგ მიხვდა, რომ ცოლი კვლავაც უკმაყოფილო იყო მასთან. ვერ აიძულებ ვინმეს შენთან დარჩეს, შეაჯამა კაკამ. სელიკუმ ინტერვიუში განაცხადა, რომ კაკას იმიტომ დაშორდა, რომ ის ზედმეტად იდეალური იყო. მე ბედნიერი არ ვიყავი. რაღაც მაკლდა, თქვა მან. კაკა და ლეიტე უკვე 6 წელია ერთად არიან. კაროლინა ლეიტე ბრაზილიელი მოდელი და ინფლუენსერია. წყვილი კაკას კაროლინა სელიკუსთან განქორწინების შემდეგ დაქორწინდა და პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ მათი ურთიერთობა სრულ ჰარმონიაშია.